არის პრეზიდენტი, ხო? ანუ ის არ არის ამ თანამდებობაზე დღეს, მიუხედავად იმისა, რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი ყავს დღეს. ოპოზიციის ნაწილი სალომე ზურაბიშვილს აუჯანყდა და აკრიტიკებს მისი ბოლოდროინდელი პასიურობის გამო. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილს აღარანაირი რესურსი და ლეგიტიმაცია არ გააჩნია, რადგან ის იურიდიულად აღარ არის ქვეყნის მთავარსარდალი. გუბას სანიკიძე კი, რომელიც სულ რაღაც ერთი კვირის წინ სალომე ზურაბიშვილს მთავარ მეფეს ადარებდა, დღეს განსხვავებულ პოზიციაზე და ამბობს, რომ ყველა საქმე, რაც ზურაბიშვილმა წამოიწყო, ჩაფლავდა. ადამიანს ქვია სახელი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ფუნქციას არ ასრულებს. ასეთი არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც დავაბრალეთ, არც თვითონ ათქვა ამაზე უარი, რომ არის ოპოზიციის ლიდერი. კი ბატონო, ვაღიარებთ პრეზიდენტად, მაგრამ მეორე მხარე არ აღიარებს მას პრეზიდენტად. რამეს მოაბა ამ ქალმა თავი? რამდენი პროექტი დაიწყო, იმდენი ჩააფლავა. არ არის ასე? თუ რამე ვალი გვაქვს ამ ქალის? ამიტომ გამოფხიზდეს ყველა გამოფხიზდეს.